ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. მოკლედ მიმდინარეობს ჩვენი რიგით მე-10 ესე დამრგვალებული პოდკასტი, ვიმყოფებით რა თქმა უნდა, ისევ და ისევ პოდკასტ არეაში და დღეს ჩვენი სტუმარი არის დიდებული დეივიდი. სალამ. როგორ ხარ პირველ რიგში, თავს როგორ გრძნობ? გადასალევად, თავად როგორ ბრძანდებით. ხო, აი თავად ცოტა რთულია რა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გვანცა იქიმო, ყველაფერი კარგად არის. პატარა ავარიაში მოვყევი წინა კვირას და ეს პოდკასტი იმიტომ იდება ერთი კვირით გვიან, მაგრამ ნუ ყველაფერი კარგად არის. მოდ აქ ვეტყვი, კინაღამ თავის დროზე დაიდო. ხო. ხო არ მოვიდე, მეთქი რა მოხდა თარჩა. ხო, არა ისეთი პატარა ავარია იყო ფოტოსამოვანათებია და უცბად რაღაც ანუ იქ როგორი მომენტი იყო იცი რომ გავითიშე რა არაფერი აღარ მოხსოვს იქიდან ანუ დილა არ მოხსოვს მარტო შეჯახების მომენტი მოხსოვს და გავითიშე და უცბად ვიღვიძებ და რაღაც ხალხი მახვევია და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იქ საბედნიეროდ აღმოჩნდა ეს სამხედროებმა გაიარეს და ზუსტად იმ მომენტში შევასკდით რა ერთმანეთს და იქ ექიმი ქალბატონი იყო ნათია ექიმი და ძალიან დიდი მადლობა მას რომ აი რაღაც სანამ სასტრაფო მოვიდა 40 წუთში თუ 50 წუთში იქამდე აი რავი მართლა ხელი არ გაუშვია და რავი რა დასი რომ გადავრჩი მაგრამ ნამდვილად გადარჩი ანუ მე კონტაქტე პატარ ტვინი შეყევა სხვა არაფერი ხო ესე რომ წევარ და ახლა გამოფხიზლებული ვარ და ჩემს მაგას ვეუბნები რომ მეთქი კერეს მიწერე რა ბიჭებს რომ მეთქი დღეს ვერ ჩავწერ პირველი სიტყვები იყო იგივენა რაღაც სისხლიმდის აქიდან რაღაც ნუ ხო რა თავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა ყველა გადავრჩით თავარი ეს არის ასე რომ ეხა შეგვიძლია რომ რაღაც მოვიხოდოთ და ძალიან ბევრ რაღაცაზე ვისაუბროთ მე მინდა რომ კი ეხა ძალიან ბევრი გიცნობს მაგრამ სხვათა შორის აი ხო ბევრი განხრით გიცნობენ რა როგორც მოტო კონტენტი როგორც ძაღლების თემა ეხა სროლაც დაიმატე გენოცვალე და ეს ბევრი განხრით გიცნობენ მაგრამ მე წინაზე მოვისმინე ესეთი აზრი რა შენ გქონდა გაკეთებული ვიდეო დეივიდს კონტენტი და დეივიდ ენ დოქსის კონტენტი ქონდა რაღაც ერთ ვიდეოში გაერთიანებული რა მე მგონი საერთო სპონსორი გყავდათ და იმაზე მოვისმინე აზრი ჩემი მეგობრისგან რომ იცი მე ესენ ტყუპები მეგონენო არ ვიცოდი თუ ერთი და იგივე ადამიანი იყო რომ სახელებს არ შეხედა ეთქვა რა ასე რომ მინდა რომ აი ის დავითი რომელიც აი ამდენ რაღაცას მოიცავს მინდა რომ აი აქ ვისაუბროთ ამ ყველაფერს და ხალხს გავაცნოთ რომ ერთი ხარ უბრალოდ ძალიან ბევრი ინტერესი გაქვს ხო და აი მაინტერესებს საიდან დაიწყე ნუ ბევრს გვახსოვს საიდან დაიწყე მაგრამ აი როგორ გადაწყვიტე საერთოდ რომ აი ეს ყველაფერი დაგიწყო და გეკეთებინა ნუ დაწყება თავისთავად კოდის დროს მოხდა იმიტომ რომ რაღაც უნდა გვეკეთებინა ყველას და უბრალოდ ვიდეოების ეს თქვა დადებით დავიწყე ჩემ ძუგოსთან თორისთან ერთად და ნუ გზადაგზა ისე მოხდა ამ ყველაფერს შევყევი რომ ძალიან დიდი ყურადღება რომ მივიღე ძალიან მომეწონა ეს იამონა და გავაგრძელე ეს ყველაფერი რომ გავყევი მოვედი დღემდე აქამდე თუმცა გზაში ძალიან ბევრი ახალი რაღაც აღმოვაჩინე რაც ჩემ თავზე არ ვიცოდი რეალურად ეს ყველაფერი დავიწყე 20 წელი იყო 22 წლის მე მგონი 22 წლის ვიყავი როცა კოვიდი იყო თუ არ თუ სწორად მახსოვს ის პერიოდია როცა ადამიანი შეთავს ეძებ რა და არ იცი რა გინდა რა გააკეთო სამოვალოდ აი ის სტრესი მოდის რომ აი 5 წელში რა შვები და ეხლა სადაბარებ და ეგეთი რაღაცაები და ამ პროცესში აღმოვაჩინე რომ ძალიან ბევრი რაღაც მომწონს ძალიან ბევრი რაღაცის კეთება მინდა და თავს არ ვიზღუდავდი რეალურად კოვიდამდეც მაგას ხვდებოდი და ბევრი ეგეთი რაღაც გავაკეთე პროფესია ისეთი ავირჩიე მაგათ უნივერსიტეტში ვაპარებდი ავირჩიე პროგრამირება უნივერსიტეტის შუა წლებში მივხვდი რომ ეს აღარ მაინტერესებს ახლა მინდა რომ ტრენერი გავხდე ავდექი და შესაბამის კურსები გავიარე ბევრი ინფორმაცია მივიღე და მე ტრენერის გავხდი და გზადაგზა ნელა საბოლოოდ კონტენტ კრეატორობამდე მივედი ანუ ყოველთვის ვცდილობ რომ ის გავაკეთო რაც სიამოვნებს რაც მომწონს და ამის ფონზე მოხდა ის რომ მე ძაღლების გვერდი რომ გაიზარდა დიდი გახდა მივხვდი რომ რაღაცა მაკლდა და ეს რაღაცა რაც მაკლდა იყო პირადად ჩემი თავის გამოხატვა და მაგის გამო გავაკეთე მე ცალკე გვერდი ეს ცალკე გვერდი რომ გავაკეთე გარშემო მეგობრები კრეატორი მეგობრებიც მეუბნებოდნენ რატო არ გინდა სიტყვაზე ცალკე გაერთიანი ძაღლებთან მაგრამ იქ შეღუდა ის ქონდა რომ ყველა ჯერზე რამდენჯერაც 1-2 ჯერ ცოტა მეტი ინფორმაცია იყო ჩემ თავზე იმ ძაღლების გვერდზე მივხვდი რომ იმ ძაღლების გვერდზე შემოდიოდნენ ძაღლებისთვის და მეთქი ოკეი გასაგებია თუ რამე მინდა ჩემ თავზე გავაკეთო ესე იგი ცალკე უნდა ახალი გვერდი გავხსნა ეს ახალი გვერდი რომ გავხსენი
მანდაც დაიწყო თავიდან ჩემი თავის ძებნა. დავიწყე ხან სავარჯიშო ვიდეოებით, დავიწყე იუმორისტული ვიდეოებით, რა სკეჩები თუ ან რაღაცა მსგავსი რაც გამახსენდებოდა, ტრენდული ვიდეოებით და თუ არ ვწდები 1 წელი იყო გასული, რომ აღმოვაჩინე, რომ თურმე ძალიან მოწონს ქართულ მაყურებელს ჩემი ბოდიალი. კონკრეტულად ეს აღმოაჩინე დაემთხვა იმას, რომ მოტოზე ვიჯექ, იმიტომ რომ მოტოზე როცა ვზივარ, იქ ჩემთვის უბერავ, ანუ მარტო ვარ რა. და ეს ჩემი შებერილობა ძალიან მოეწონათ და მალევე გამომწერების მომატების მხრივ მივხვდი, რომ ძალიან მოწონთ ხალხს რეალურად ის, რასაც ვაკეთებ და მეც მეტი რა მინდოდა და მე მივაწექი ყველაფერი ეს გავაკეთე. ჩაფხუტის მონოლოგები რო გქონდა ხოლმე, ხო? ჩაფხუტის მონოლოგებს ვეძახდი, იმიტომ რომ მონოლოგი იყო და ჩაფხუტში იყო ეს ყველაფერი. მივაწექი, შევყევი, გავყევი და საბოლოოდ კი მოვედი აქამდე. გზადაგზა ისევ ახალი რაღაცები იყო. და ეგ როგორ იყო, ანუ რო გადაწყვიტე რომ ეს გეკეთებინა, მაშინ დაიწყე ამ რაღაც ემოციების გამოხატვა და იმ რაღაცა რეპლიკები იყო თუ საუბარი იყო, რაც შეიყვარა ხალხმა რა იდეაში. რომ აი შენ რო გზაზე დადიოდი და ამ რაღაცებს რო იძახდი, ანუ ძალიან საყვარელი იყო რა, ანუ ყველას მოწონდა რა, ყველას ეგრევე შეუყვარდა. ეს ბუნებრივად ეს ხდება ისედაც თუ აი რაც მე მიკროფონი დაიყენე კონტენტისთვის დაიწყე ამის კეთება. არა, ხალხს ზუსტად ის მოეწონა რომ ავთენტური იყო, ანუ აკეთებდი ის მართლა რაც მარტივად მოდიოდა, ზემეთ ფიქრი მაგაზე არ მიწევდა და ეს ავთენტურობა რო დაინახეს, ეგ მოეწონა რეალურად ხალხს. კი, შეიძლება ის რომ რაღაცა ვიღაცისთვის იუმორი დაემთხვა და თუნდაც ეს ხალისიანობა რაც მაქვს ეგ მოეწონა ხალხს, მაგრამ ეს იქიდან მოდის რომ რეალურად მე ვარ ეგეთი, თუმცა არასდროს მაგის გამოხატულების საშუალება ესე არ მქონია, მithuotes ძაღლების მხარეს, იქ ძაღლებზე იყო ორიენტირებული ყველაფერი და ის რასაც ხედავდნენ ძაღლებში რაც მოწოდათ, რეალურად ის ხომ მაინც მე ვიყავი. მე ეს რეალურად ჩემ თავზე რომ ასე ვთქვათ, გავეცი ჩემი თავიდან ძალიან მოეწონა ხალხს და ეს რა თქმა უნდა ეს ბუნებრივად მოდის, იმიტომ რომ ეგეთი ვარ, მართლა ეგეთი ვარ, ანუ შეიძლება პირიქით ბუნებრივად ეგეთი არ ვიყო იმ მომენტში, როდესაც უცხო ადამიანთან ვარ და ცოტა მეთქმა შეზღუდული ვარ და შეიძლება ასე ვთქვათ, შვიდი ვარ წყავი ვარ ნაკლებს ლაპარაკობ, ყველაფერს რასაც ვფიქრობ არ ვიძახი, მაგალითად გაიხსნები. ხო, აი, სანამ ადამიანს არ გავიცნობ, მისყუდავდი თავს და ეგ იყო რეალურად ჩემი პირველი გამონათება ის თუ მე თვითონ ჩემში გინდა რა ხდება რა, ანუ მიხარია ცხოვრება რა, ანუ მაგარია ასწორებს რომ აქ ვარ და მithuotes მოტოზე რომ თავისუფლებას უგზნობთ, კი იცი ეგრე სხვაგან ცოტა რთულია ეგ თავისუფლება იგრძნო. ხო, რაღაცებზე ვერ ფიქრობ. ხო, შესაბამისად ლაპარაკის საშუალება რომ მომეცა, ჩემი ფიქრების ლაპარაკის საშუალება მომეცა, ეგ ძალიან მოეწონა ხალხს და ზუსტად ეგ ავთენტურობა იყო, რაც მოეწონათ. არაფერი დადგმული არ იყო. ძაღლების თემაშიც იდეაში რა, ანუ შენ იყავი, თორი იყო, ნუ მე კი შემოგემატნენ, მაგრამ თავიდან რა. ის თორიც იდეაში შენ ხარ, იმიტომ რომ იმის გახმოვანება რაღაც ის ტიტრები ყველაფერი რა, ანუ მართლა საოცარი იყო რა, იმიტომ რომ თავიდან ხა მეც კოვიდის დროს შედარებით პატარა ვიყავი. ხა შენი ასაკის გამოთვლა უკვე შეგვიძლია, იმიტომ რომ ახსენა რამდენი წლის იყო. თუ სწორად დავთვალე, ხა მე მაგას ვიცი. არ ვინმე სწორად დავთვალე უზაურში ყავ. ხო და მე მაგ დროს ვიყავი, რამდენი ვიყავ? 18 წლის ვიყავ. ჯერ სკოლა არ მქონდა დავთვალებული რა, რომ უყურებდი რაღაცებს და მეც მაგრამ ხალისოვდი, იმიტომ რომ მეც ახალ მოყვანილი მყავდა ძაღლი რა სახში. და აი გაზდავს რო იწყებ და იქ რაღაცებს რო ასწავლიდი შენ და ანუ ბიჭო ძალიან კარგი ემოციას გიტოვებდა რა ყოველთვის შენი ვიდეოს შეხვედრა და ძალიან ბევრი ვიცი რომ კონკრეტულად ეგ ძაღლის ჯიში გაიცნეს თორი რა, ანუ სტაფი ხო არის ხა იდეაში. ამერიკული. ხო, თუ ბული არის. ო მე სტაფი ბული, მაგრამ მე ძალიან თუ თვალე აგები ჩორი ძალიან. ბული მყავს მეც არა და რა. და აი სუ იმენა ვერ ვაჩვენ ხოლმე მაგრამ აი ხო გიტყვი რატო ამერია. იმიტომ რომ შენ კახასთანაც მეგობ. კახასთან ვეტყავს, კი ბატონო. ხო და ძალიან სასიამოვნო იყო რა ამის თქმა მინდა უბრალოდ და აქიდან მე უბრალოდ კი გამიკვირდა თავიდან რა, ანუ თავიდან საერთოდ არ ველოდი რომ შენ გაიჩნდებოდი მოტოზე, ანუ ვერ წარმოვედგინა რომ შენ მოტოციკლეთს ატარებდი, მაგრამ როგორც ვთქვი მოტოციკლეთს кайხანია მართავ შენ. 8 წელი არის უკვე კი? 8 წელი გავიდა. 8 წელი მაგარი სტაჟია. კაი სტაჟია ნამდვილად. ხო და აი რაღაც უცბად რო გამოჩნდა მე ეს ის არ არის, ანუ მეც თავიდან ეგ გაბნეულობა მქონდა რა. ხო, რა მომენტი იყო, იცი, ვხედავდი სულ რომ უცხოელი კონტენტ კრეატორები, ესე ყბაზე იმაგრებდნენ კამერას და ეგრე იღებდნენ ვიდეოებს და სულ ფიქრობდი როგორ იმაგრებენ, ანუ სამაგრი როგორ კეთდება ჩაფხუძე, იქ ერთ-ერთი გავიკითხე და საიდანაც უნდა გამოწერო და $45 სამაგრი ეგეთი ვიყავი მე კამერა და რაღაცები და ნუ იმ დროინდელმა მეგობარმა ერთ-ერთმა მირჩია რომ
ჩადეო მაგაში ფულიო, პარსელი არ მიყავს, ჩადეო და რაღაც შედეგს გამოიღებსო კარგსო რა. ზაბოლოოდ კი გამოიღო შედეგი, დაუჯერე კიდევ კარგი, მიკროფონიც შესაფერისი. მე მგონი თავიდან არ ქონდა შესაფერისი, მაგრამ მალევე მიკროფონიც შევიძინა, იმიტომ რომ მივხვდი რომ საჭირო იყო სამომავლოდ, ასე ვთქვათ, განვითარებისთვის. და აი პირველად რო ეს დავიმაგრე და რო გადავიღე ვიდეო, მე კი რა მაგარია, თვითონ ხელში რო არ ვიჭირავს კამერა და ყბიდან რო ვიღებ რა მაგარია, ძალიან მომეწონა ეგ პროცესი. მე თორას ამას რას ვაკეთებ, ყველაფერი ძალიან სიამოვნებს, ანუ რო არ სიამოვნებს არ გავაკეთებდი, რაც ცხოვრებაში მომბეს და ყველაფერი შევეშვი რა, ანუ ნებისმიერ, აი თუნდაც დიდი ხანი 4 წელი მაგალითად ფიტნეს ტრენერი ვიყავი, როცა მივხვდი რომ უკვე ისე ძალიან აღარ მომწონდა როგორც თავიდან, შევეშვი, იმიტომ რომ მე ხარისხის გიბუჭდება შენ საქმეში და ნუ რატო უნდა მე ვერ ხვდები იმიზეს თუ რატო უნდა იტანჯო იმ ადგილას სადაც არ გსიამოვნებს თუ რაღაცა გარემოება არ გაძალებს მაგას რადგან ეგ თავისუფლება მქონდა ყოველთვის მაგ სიტუაციას ვიცვლიდი და ეხლა ამ კლუბში სადაც ვაკეთებ ძალიან სიამოვნებს და მაგიტო ინვესტიციასაც მეც ვაკეთებ დროსაც მეც უთმობდა შედეგი ნამდვილად აქვს გამოყებული შემიძლია ვთქვა ხო ანუ თან არის YouTube-ზე მაყურებელი ძალიან მარტივად იგებს შენ გულწრფელი ხარ თუ არა ხარ რა ეხლა TikTok-ზე შეიძლება დამალო იმ რაღაც პატარ-პატარა ვიდეოებით მაგრამ YouTube-ზე შანსი არა რა თან ნუ ბოდიში ყველასთან მაგრამ YouTube-ის მაყურებელი არის საერთოდ სხვა კატეგორია და შენ რო ალბათ არ იყო ის ვინც ხარ ვიდეოებშიც ალბათ მაგდენი ხო ნახო არ ეკნებოდა ვიდეოებს რა და აი ზუსტად ეგ ბუნებრიობა ძალიან უყვარს ხალხს და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს სხვათა შორის იმიტომ რომ შენი მაყურებლები ანუ ზოგადად ჩემი მიზანიც ეგაა რომ რაღაცა მოტოციკლეტი არ ასოცირდებოდეს ცუდ რაღაცასთან რა და პირიქით რაღაცნაირად შევცვალოთ ეს აზროვნება რომ მოტოციკლეტი კუბო არ არის და შეგიძლია შენ თუ გაქვს იმის შეგნება რომ რა წყნარად და მშვიდად მართო არაფერი არ დაიმართო რა ხო და შენ ამ ყველაფერს აკეთებ ძალიან ისე ჩუმად აი ქვეცნობიერში რო უცვლი ხალხს რა ამ დამოკიდებულებას რა შენი სიყვარულიდან გამომდინარე ამასთანაც უჩნდებათ ალბათ რაღაც სიმპათიები რა და თან ძალიან ბევრი ბავშვი გიყურებს ახალგაზრდა გიყურებს რომლისთვისაც ხარ მისაბაძი და ხარ რაღაცა რო დაგინახავენ ხოლმე ჩემი მამიდაშვილი იქ ვიდეოში გავშე მეც კი აკრავოთ შენ და ფოტო შეიძლება და ანუ ძალიან მაგარია რა ეგ ხარია თუ ეგრე არის კი ეგრე არის და ძალიან ბევრს დარწმუნებული ვარ რომ მოუნდება იმის გამო მოტოციკლებზე დაჯდომა რომ სიტყვაზე აი დავითიზის და მეც მინდა რომ ეს ყველაფერი გამოვცადო რა ძალიან მაგარი საქმეა იმიტომ ხარ დღეს ჩვენს პოდკასტში მაგას მართლა ვგრძნობ და ძალიან სიამოვნებს რომ ანუ რეალს მესიჯი ხო შემომდის Instagram-ზე მაქვს კომუნიკაცია გამომწერებთან და ნუ რო ვესაუბრები ძალიან სასიამოვნო ენერგიას ვიღებ იმათგანაც იმიტომ რომ აშკარად ძალიან დადებითად მესაუბრებიან რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს ადამიანში ვერ ვიტან ნეგატიურობას მით უმეტეს სხვაზე როცა გადააქვთ ხოლმე და ნუ ძალიან მოუწერიათ რომ აი ცუდად ვიყავი მაგალითად ცუდ ხასიათზე ვიყავი შემიძლია უყურე ძალიან გავხალისი და მადლობა ამისთვის და რაღაცა და აი ეს იმდენად სიმართლეა ძალიან წარმოუდგენელია რომ ეს გავიაზრო ერთ-ერთი ზუსტად რასაც გულისხმობ მაგრამ სიტყვაზე ვენდობი და ხვდები რომ რაღაცას ესე იგი სწორად ვაკეთებ რა რადგან ადამიანს რაღაცისკენ უკეთესობისკენ შეუცვალე თუნდაც დღეან 1 საათი ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი მიღწევა არის რა ძალიან სიამოვნო კომუნიკაცია და ალბათ დაეზარებოდათ ხო ანუ მინიმუმ აფხელა ენერგიას უდებ ვიღაცისთვის მისაწერად მქონია მესიჯები რომელზეც 100 კილო დამჭიროებია და მეთქი ხმაშტი ადამიანი ადგა და ენერგია ჩადო იმაში რომ აფხელა ტექსტი ჩემთვის მოეწერა ანუ ეს რა დაკოპირებული და ChatGPT-ს არწმობილი ხო არ არის ანუ ადამიანი ადგა და აფხელა ემოცია გადმოცა ტექსტში და მომწერა მე და ჩათვალა რომ ამ ტექსტის მიღების ღირსი ვარ და ძალიან მაგარი შეგრძნება არის და ძალიან მიჭირს ხოლმე მაგის გააზრება ძალიან მიჭირს ხოლმე და რთული არის საკმაოდ ხო არა თან ვიცი რა არის იშვიათი არის ხოლმე მით უმეტეს დღეს აი რაღაც სოციალურ ქსელში რო შედიხარ იმდენი ნეგატივი გხვდება რა აი ასკროლო ნეგატივი და დავითოვდი რა თუ ეგრეა დაკაი ხო და მაგრამ ხანდახან ველოდები ხოლმე ანუ თან როგორ აიცი რამდენიმე პლატფორმაზე ходებ ხა ყველგან მყავხარ რა ერთგან რო უყურებ რა მეორეგანაც უყურებ იმიტომ რომ ვიდეოებს საკეთებ ისე მონტაჟი გინდა თუ ის კრეატიულობა გინდა რა შინაარსაც დებ ხოლმე ვიდეოში არ გეზრდება რა უყურებ რა ხო მაგაც ვცდილობ ხა შეიძლება შეიძლება ბევრჯერ გამომივიდეს მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ მაგას რომ ის ენერგია იდოს რაც მგონია რომ მაყურებელისთვის მარტივად საყურებელია რა ანუ როცა რაღაცა სახალისო ვიდეოს თავაზობ მგონია რომ არც დაძაბო გონება ისე უნდა უყურო რა და ვცდილობ რომ ეგეთ გავაკეთო
გამოგდის. მიხარია თუ გამომდის ეგ ამბავი. ამ მოტო მოღვაწეობაში რაღაც ძალიან გამოსარჩევია ალბათ შენთვისაც და ნუ ეხ ჩემი განმსახედიდანაც რა თქმა უნდა რომ ძალიან დიდი რაღაც არის როცა წახვედი საზღვარგარეთ მოტოციკლეტით შემოიარეთ რავი რამდენი კილომეტრი და მე დაბრუნდით ისე უკან რა ამდენი ქვეყანა გაიარეთ და მაინტერესებს ეს გამოცდილება როგორი იყო აქამდე რაღაც შორი მარშრუტი თუ გქონდა საერთოდ კი ბორჯომში ვარ ჩასული მაგამდე და მე უწევდა ადექი შემოიარე ევროპა ბორჯომში შორს ნაყოფი არ ვიყავი და ლანდო გითხრა რომ დაფულში ზამთარი იყო რა და მახსოვს აი კითხე საიდან დაიწყო ყველაფერი ზამთარი იყო მინდოდა ლანდოსთან რაღაცა ახალი კონტენტის გაკეთება მოტოსთან დაკავშირებით და ლანდოსთან მივედი მეთქი აი ცოტათი რაღაცა აი მოტოთი დრიფტი რაღაცა ვილი რაღაცები მასწავლე მეთქი და დავიწყეთ მაგაზე ვარჩი რაღაცები ვცადე კიდევაც დრიფტი ადგილზე წრეზე გავამივიდა და დავამუყამე ვილისაც ვამუყამებდი მაგრამ მაშინ ზამთარი იყო ცუდი ამბები ბერჯერ დაემთხო და ერთზე მეტი ვეღარ მივედი მე სავარჯიშოდ პლუს ღამე რო იყო მეზობლებიც იქ პრობლემა იყო და მოკლედ გამოდგებოდნენ ხო ანუ ეგ ნაწილი კარგად არ გამომივიდა იმიტომ რომ ცუდ რო დავიწყე და გარემომაც ამინვა არ შეგვიწყო ხელი რა მაგრამ მაგ პერიოდში იყო რომ ლადოს ველაპარაკებოდი რაღაც რენდომ თემაზე და ყვებოდა რომ ერთ-ერთ ესეთ თვითონ გასვლაზე ლადო მაქონდეს სამყოფი იყო აღმოჩნდა მე მგონი დუკატების გამოფენაზე თუ სწორად მახსოვს ან რაღაცა ძალიან გრანდიოზულ შეკრებაზე სადაც ასე ყვადაღებული დავდიოდიო და ვუყურებდი ამ ძალიან ბევრ მოტოციკლსო და ეხაც ვაპირებო წავიდეო ზაფხულშიო უნდა მოვიარო ევროპაო და რაღაც ერთი ალბათ 2 წუთიანი ლაპარაკის შემდეგ დაფიქრდა და შეცხოვა წამოყოლა მითხრა და მე დაფიქრდი და რა გამოვიდა ზუსტად ეს იყო რა ერთი მეთქი აი ძალების თემას მოვაგვარე და თუ მოვაგვარე მეთქი რა ბაკალებს წამოვა მეთქი აი ზუსტად ეგ სიტუაცია იყო ძალების თემას მოვაგვარე კახასთან სკოლასთან შევათანხმე და ზადაგსა მე სანამ წავიდოდით ნელა რაღაცებს გეგმავდით მოტოციკლებზე რაღაცები შევცვალეთ კბილანების ზომები შევცვალეთ რომ ნაკლები წვა ქონდა მოტოციკლეთს საქარე მინა დაუყენე იმიტომ რომ ჩემი სტრიტი იყო ვიზუალური მხარეც შევცვალე რომ თემატური ყოფილიყო ეს ყველაფერი და ორივე ისე გავაკეთეთ რომ ბოლომდე გამზადებულები გემრიელად ავდექით და წავედით და მოვიარეთ 20 ქვეყანა ევროპის. ნახევარი ანუ 42 ქვეყანა თუ სწორად მახსოვს ევროპაში და 20 მოვიარეთ. გზაში არ იწყენდით? გზაში გეტყვი რა ხდებოდა. მოწყენა თითქმის არ იყო პრინციპში მოწყენა. ერთადერთი მობეზრება იყო იმისი რომ გზები თუ არ იცვლებოდა რა. თუ ერთადერთი გზები იყო, აი იყო მოსაწყენი. აი მაგალითად თურქეთის რაღაცა ადგილები ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ აი ძირითადად ერთ რაღაცას აკეთებდი. თან ძალიან გრძელი էր თურქეთი 3 დღე მიდიხარ რა. აი თურქეთი იყო ხოლმე მოსაწყენი. სხვა ადგილებში გადაადგილე მე ძალიან სიამოვნებდა, სულ რაღაცა ლანდშაფტები იცვლებოდა, სახალისო და საინტერესო რაღაცები ხდებოდა გარშემო რა მოძრაობისას ირმების ოჯახი დავინახე სადღაც გიგანტური რქები ქონდა გადმოიდა ეს როლი ულამაზესი მართლა ულამაზეს ძის ჩავსვლებს დავემთხვიეთ გზაზე აი მართლა სიამოვნებას ვიღებდი ამ მოძრაობით რა შემაწუხებელი ხანდახან იყო ხოლმე წვიმა მაგრამ მაგასაც თავის მუღამი ქონდა იმიტომ რომ საწვიმები ქონდა არ ვშველდებოდით და მუსიკას უსმენდი და რომანტიკული იყო. ხო, აი ცოტა საში იყო, მაინც ეს სტრიტი არის და ხო, რა თქმა უნდა. ვობლინგის და რაღაც საშრობა იყო, მაგრამ აი ორივე მშვიდობიან და კარგად გაკაჩა. საკმაოდ მაღალ სიჩქარეზეც ვიარე კიდევაც და მოტო იყო იდეალურად გამართული და პრობლემა არ ყოფილა არაფერში. ჩავხვედით ევროპის დასალიებში. ხო, ჩავედით პორტუგალიაში. თუმცა მაგამდე სხვა გეგმა იყო. ქონდა გეგმა რომ ჩავსულიყავით ლონდონში. შესაბამისად ვიზაზეც ყველაფერი ვეცადეთ რომ გავუკეთებინა, მაგრამ თუ შეეშალა აპლიკაციის შესება და ჩემი თვიური ხელფასი ჩაწერა წრიურ ხელფასში და იქიდან პასუხი მოვიდა რომ 4 ლარი წავდიხარო და ცხარო შენ უეჭველი აქიდან დარჩენა და მეთქი ვა. რადგანაც რაღაცა ეგეთ პასუხი მივიდა, იმიტომ რომ იმის აპლიკაციაში შეცდომა იყო შესებაში და მაგერ ჩეპე მოვიდა პრობლემა. თუმცა მე გადაიყვანეს თავის ვალუტაში. ხო, ნუ მაგქენი მე რა ქვია, რომ დაფიქრდი, ნუ ოდესმე თუ მომიდება, მე სწორად მივიწერები და იმედი რომ ეს პრობლემა არ იქნება, ასე რომ ნახოთ როგორ იქნება. ხო და მოგვიწევა გეგმები შეცვლა და რაღაცა ლოგიკური დასასრული კი არა, ფინიში რო ქონოდა ამ იმას რა ქვია, მოგზაურობას და მიზანი ავარჩიეთ რომ ევროპის ბოლო წერტილში წავსულიყავით რაც იყო პორტუგალია და პორტუგალიაში კონკრეტულად ქვედა წერტილები, რომელიც ნუ მოიხსენიება როგორც სამყაროს დასასრული ასწლეულების უკან ეგრე მოიხსენიებდნენ. და შევასრულეთ კიდევაც. და მაგარი იყო. ამ მოგზაურობაში მოხვდი შენ MotoGP-ზეც.
აი ეს ემოციები რომ გაგვიზდია რომ მე მოხდი ძალიან უცხო სამყაროში, იმიტომ რომ არ ვიცი ეგ რატომ აქვს, მაგრამ ბავშვი და მოყოლებული სხვადასხვა სპორტზე დავდიოდი, მაგრამ არასდროს არ ვუყურებდი არც ეს სპორტს. დავდიოდი კალათბურთზე, დავდიოდი რაგბიზე, დავდიოდი ბოქსზე დავდიოდი, მაგრამ არც ეს არასდროს არაფერს არ ვუყურებდი. ჯერ არ მაქვს გააზრებული მაგას რატო არ ვაკეთებდი, საერთოდ იმიტომ რომ სამეგობრო წრეში არავინ არ ყავდა ისეთი ახლოში, რომ ერთად გვეყურებინა და ალბათ მარტო არ მინდოდა მაგის კეთება. და ბოლოს შემიყვარდა MMA, ანუ MMA რო დავიწყე, იქ მე კარგად დაუახლოვდი მეგობრებს და გარშემო აღმოჩნდა თუმცა ჩემ კურსელებსაც მოწონთ რაღაცები და მე MMA-ს უკვე ვუყურებ. ვუყურებდი და ვუყურებ. ეხლა მარტოც ვუყურებ, ძალიან სიამოვნებს, მაგრამ ეტყობა MotoGP-s ნაწილში საერთოდ ერთხელ ნახსენების კი არ ქონდა არავის და მე თვითონაც კი არ ვიცოდი როგორ შეიძლება ვაფშე MotoGP-ზე იცოდე იქ რა ხდება, იქ ვინ არის და რაღაც არანაირი ცნობიერება არ. ჩვენთან ჭირს თან ცოტა ეგ ინფორმაცია. ხო, ძალიან თან. ცოტა არა კარგად ჭირს რა. და ვინც იცის ინფორმაცია ერთ-ერთი ლადო არის ძალიან კარგად და დამიწყო ახსნა თუ რა ხდება, ვინ არიან, რა ეტაპები არის, MotoGP და Moto2 და Moto3 რო არის იქ პირველად გავიგონე საერთოდ რომ სხვადასხვა კატეგორიებია, სხვადასხვა კუბატურებია, მე იქ ხელოვნური ინტელექტსაც ვეკითხებოდი ეს ვინ არის, ეს რა არის და ასე შემდეგ და ნელა რომ გავაცნობიერე რა ხდებოდა, იქ რო შევედი და აი სულიად სხვა სამყარო დავხვდა. არ ვიცი, მართლა ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად მაგარი იყო რა, იმიტომ რომ ლადოს უყურებ, ლადო ცუდად არის, დობლი მოსდის, მე არ მომდის და ხტები რომ ესეთი რაღაცას წამოგივიდა. რაღაცას ვერ ვამუგავი ჯერ რა და თუ ვიყავით 2 დღე ვიყავით თუ სწორად მახსოვს. 2 დღე გრძელდება ხო? შაბათი კვირა მე. ხო. და ამ მეორე დღეს ბევრად უკეთესად დავამუღავი, რა ხტო, პირველი დღე ძალიან დაბნეული ვიყავი. სპრინტი და შენ სპრინტი გქონდა რა. ხო, მე პირველი დღე ძალიან დაბნეული ვიყავი, ცდილობდი გამერკვია იქ რა ხდებოდა და მეორე დღეს ცოტა უკვე მოშინაურებული ვიყავი და ალბათ შემდეგ მომავალში როცა წავალ მაგდოს უკვე ცოტა სხვა თვალით შევხედავ მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ იმხელა შოკი მივიღე პირველი ასე ვთქვათ MotoGP-s როცა დაიწყო, პირველი დაძვრა არის, აი აბსოლუტურად სასწაული საყურებელი. იმხელა თან ძალიან ხმაური არის. თუ ახლოს ვიხარ ტრიბუნებთან გირიგებენ ყურისაცობებს. საკმაოდ ახლოს ვიყავი, მაგრამ მეთქე ეს ერთხელ როგორ უნდა გავიგონო რა ყურისაცობი მომაწონდეს, აი არ მინდა მეთქი და კი გავიგონე, მაგრამ ისე აღარაფერი არ ინანე ხო. ისე კარგად აღარ საერთოდ არაფერი ყურში. მაგრამ აი ჩემი თვალით რო უყურე რომ აი ადგინდა რომ წყდებიან ეს მრბოლელები, არ ვიცი მაგის ლაივში ნახვა ალბათ ძალიან საინტერესო სასიამოვნო არის. იქ პლუს დამატებით ბევრი აქტივები ვაკეთეთ ჩვენი სპონსორების დახმარებით, ტრეკზე BMW-ის მანქანებით მოვარტყის წრე და აი არ ვიცი ემოციები ძალიან ის იყო რა ქვია, გადატვირთული ემოციებიც კი იყო, მრბოლელებსაც შევხვდით სპონსორები ვინც ხავთ. საერთოდ სპონსორი ყავდა ასე ვთქვათ. მე და რბოლელებს საერთოდ სპონსორი ყავდა, მე ლანდოს სპონსორებს და ერთი წეში იყო შეხვედრა, ფოტოებიც გადავიღეთ და თავარ ტიპებსაც კი შევხვდით ასე ვთქვათ რა, მარკესი და რამდენი უცნება აისრულე ხო გვიყურებს. ანუ ინტერვიუების ოთახშიც კი შევდიოდი, ანუ ყველაფერი ბეიჯი გქონდა, მაგრამ რაღაც ბეიჯი არ გქონდა ხოლმე. მაგრამ მაინც შევდიოდი, მე გამოგვაგდებდნენ. ლადო აიციფარებო. დავიდა, იმიტომ რომ ცუდად იყო ძალიან უკეთად რა. და მოკლედ რო არ ვიცი, ყველაფერი გავაკეთეთ რა შეიძლება გვექნა. იქ სტანტერებიც იყვნენ, რომლებიც მე ძალიან მომწონს. MotoGP-s ყურებაზე მე და სტანტერების ყურება მომეწონა ძალიან, იმიტომ რომ ძალიან სანახაურები იყო ჩემთვის რა, ძალიან მომწონს ეგ სტილი ვაფშე მიმართულება ბაიკერობის და საომაროდ იმედი მაქვს რაღაცას ცოტა მიუახლოვდები, მინდა რომ ეგ საომაროდ დავამუყავ. ოპა, ლადო ყიდის ახლა თავის სტანდბაიკს. ლადო სტანდბაიკი არ მომწონს. რაღაცა სხვა მინდა. მაგრამ პირდაპირ და არ დავასწავლე ცოცხალი თავი არ გააკეთა ბაიკი და ვისწავლე ვილის გაკეთება. შენ ახსენე ახლა სპონსორები და თუ იცი მაინტერესებს ჩვენი პოდკასტის სპონსორი არის Pitstop Moto. მადლობა Pitstop Motos რო ესე ვერჩი გვიდგა ხო და ეგ შევიკრიბეთ ახლა Pitstop-ის დასპონსორებული ხალხი და რა ვიცი აი ესე გვიდგას გვერდში და ჩვენთან ერთად ცდილობს რომ ეს სფერო კიდე უფრო მეტ ადამიანს გააცნოს ესე დადებით კონტექსტში რა და ძალიან კარგი ხალხი არიან შენს გიც კი ნამდვილად შენ როგორც ვიცი მაგათი დახმარებით იყავი წასული კი ეკმაზე ვიყავი გამოფენაზე კი ბატონო გამოფენაზე და შენგან ბევრი ინფორმაცია მივიღე რაც მეც არ ვიცოდი და და აი სულ აი ესე
დაჟე აქ იმაშვებია ხოლმე რომ მიდი გააკეთე და რავი აქ ავართ და გააკეთე და რავი მაგარი ხალხია რა. კი, ხა კვირას თუ ორი კვირით უკან მეც და შენც კი. მინი GP-ები გამოვხსნათ. გაერთე. ხა მინი GP-ებზე მე და მამუკამ გამოვცადეთ. როგორია? მანიფესტაციის ნიჭი ხო დარწმუნდი მაგაში. რო გითხარი რომ მეთქი იული მეთქი. ტრიულზე თქო და იარე. მანიფესტაცია შორის ძალიან კარგად იარეს უნდა აღვნიშნო რა. თორემ მე რომ ნახე ვიდეო ბაყავს გავდი. არა, ჯდომის პოზიცია მეც არ მაქვს ისეთი რომ რაღაცა ანუ მეც ძალიან ცუდი ჯდომის პოზიცია მაქვს რა. მაგრამ ტრაექტორიებზე რაც ყველაზე მთავარი ძალიან კარგად დადიოდი რომ მეთქი ეს დადიოდა უეჭველი და არ იძახდა მეთქი იმიტომ რომ ტრაექტორები არაცდენილ ხარ. დიამეტრი გიხსნიდა? ხო. რო აქედან ესე შედი, იქიდან ასე ქენი და ასე გადმოვხდი. მაგრამ შენ MotoGP რო იქნა ნახე მაგიტოს. მე ძალიან კარგად ვაკეთებ იმას, როდესაც თეორია მაქვს კარგი გემრიელი დიამეტრი ადგა და თეორიულად ამისა ყველაფერი რაც იცოდა იმ მომენტში, იმ მომენტში რაც მოასწრო ასე ვთქვა რა, იცოდა არა. დრომპირად მეტი იცის აშკარად მითხრა რაღაცებს უკეთეს დაკეთებ და დამიმალა უეჭველი. და მითხრა რომ ეს ტრაექტორია ესეთი უნდა გააკეთო, გადაждоმა ესეთი უნდა გქონდეს და როდესაც თეორიულად დეტალურად მიხსნიან რა უნდა გავაკეთო. პირველ მეორე მესამე ჯერზე უეჭველი გამომდის. იმიტომ რომ თეორია ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მე პრაქტიკაში გადავიტანო. ანუ ვიღაცები გრძნობენ ამ ყველაფერს. მე ეს სანახელოდ შეიძლება გრძნობდე, მაგრამ თეორიულად თუ მეუბნები, მე 100%-იანისკენ ვცდილობ რომ წავიდე მალევე რა. ანუ ეგრევე ვცდილობ რომ გავითავისო. შეიძლება მეშინოდეს კიდევაც იმის გაკეთება, რადგან ახალია და საშიში არის, მაგრამ თუ თეორიულად მეტყვია რომ ამას თუ იზავ არ წაიქცევი, გავაკეთებ. ანუ ვაკეთებ და მაგარი ნიჭია მე. მე ვცდილობ რა, ანუ თეორია ძალიან ჯერა რა მაგის რა. ეგ მაგარია, ბევრმა თეორიულად, მაგრამ ხო და სხვათა შორის მაგ პრაქტიკის მერე თუ აი 4 წელი დავარტყი ჯამში ალბათ მე მგონი, 4 გასვლა მქონდა ალბათ ჯამში. ქალაქშიც კი მოსახლეებში უკეთესად შევდივარ. კი. იმიტომ რომ აშკარად მივხვდი რომ თურმე სხვანაირად უნდა შეხვიდე მოსახლეებში ვიდრე მე შევდიოდი. აი მაგიტო ვეკაჩებით ხოლმე ყველას რომ რაღაც ტრეკზე ამოდი, იქ ნახე, იქ იარე, იქ დახარჯე და ძალიან ბევრ რაღაცას გასწავლის რა იქ ტრეკი. ძალიან ბევრ აი ხო 8 წელი ხო დავდივარ ქუჩაში მაცოწოვა მაქვს, მაგრამ ერთ დღიანმა ვარჯიშმა კიდე ახალი რაღაც მასწავლა. კი, ფიზიკის ახალ კანონებს აღმოგაჩენებს ეგრევე. ფაქტობრივად ეგრე გამოდის. ანუ იმდენად არ ვენდობოდი ჩემ პრობლემებს, მეგონა რომ აი, всё რა, ეს რეალებს რა, თუმე პრობლემებს არ ვენდობი კი არა, ჩემთვის არ ვენდობოდი, რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, არასწორი პოზიციით ვიჯექი და მე ის პრობლემებს ნაკლად ეჭიდეოდა და ხო, ის შენ კიდე მეორე დღეს რომ გქონოდა მაგისტვის რო გიარა რა, ის შენი ვიდეოები რო ნახე, მაგის მერე დარწმუნებული რომ კიდე ძალიან ბევრ რაღაცას დახვეწავდი. ვიდეო ნახე უფრო მეტად მოვიდა და მეთქი, აქ ესე უნდა ძალიან ზედმეტად ვარ ესე. თორე ვიდეოში ვიყურე და კიდე ბუხს ვახოხი არა. ინსტინქტურად ბუხს შიგნით რომ იმას არ გავეტო რა ქვია ხო და გამაგარი შეგრძნება მე რეგისტრ ნახალება იყოს შემდეგ და მე იდოღზე გადავალ რა კაია მიზან დასახული ხარ და მჯერა რომ იზავ მაგ ყველაფერს ხო როცა საშუალება არის გაშო პიორჩერ მოტოები პიცოპ თუ შეიძლება მაგრამ რაღა ვეთხოვთ მაგრამ ჩუქეთ 1-2 წალი თუ შეიძლება შენ ეგ დაიწყე მე დავითრა იმას რა ქვია სტანტ ბაიკერულ პატარა იმას რა. კაი და გავცვალოთ ხო? გავცვალოთ ხოლმე გავერთოთ. კაი, ხო, სტანტი მეც სასწავლო მეც აზზე არა. სტანტერული ვარჯიშები ისე მომწონს, ანუ ბალანსი ისე კარგად გასწავლის, კონტროლს ძალიან კარგად გასწავლის და აი ეგ მომწონს ყველაზე მეტად. ხო, მაგრამ მოტოს თუ ვერ გრძნობ, რასაც ქვია, შანსია რა. ყველაფერს ფიზიკა უნდა იცოდე, მაგრამ შენი მოტოციკლეტის, შენი სხეულის და ძალიან მაგარი რაღაცა არის. ხო, და აი ბალანსი გამიწევდება. ბალანსი მოტოზე საკმაოდ მიჭირს რა, რომ ვერ ბედავ რომ რაღაცები ისე გავაკეთო, ჩემით ვისწავლო, ხო ისაც უცებ ხო არ არის და. ხო. პლუს მე თვითონაც აშკარად ხვდები რომ თეორიული ნაწილი რო საერთოდ ინფორმაცია არ მაქვს, ვერ ბედავ ვერაფერს გაკეთებას რა, ანუ არ გამოდის რა. შენ გქონდა კიდე ჩელენჯი მოტოსთან დაკავშირებით. რომელმაც გამართლა ძალიან კარგად იმუშავა და რაღაც ძალიან დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია რა, რომ მოტოციკლეტი გადაღებე გადაღება არ გამოდის, მაგრამ ხო, დიზაინი შეუცვალე რაღაც Hello Kitty-ის დიზაინში ააწყე და ძალიან ისეთი სახალისო ჩელენჯი გქონდა რა. ანუ მეც მაქვს ხა ჩელენჯი, ამასაც ვიტყვიბარებ რომ 5000 დავამწე, აი ამას მოვიშორებ და გეყვაწებ ჩაკეთეთ ვიდეო გამოიწერეთ. ბიჭო, ჩელენჯი ვუღავი, პირიქით უნდა თქვა. სანამ 5000 დავავალ, ესე
იქნები. ხო, ეს არა, თემა რა არის, იცი? ანუ განაუბრალოდ ვიჭრი რა. მოძრავ მოტოციკლეთზე, მე და ლადო წინა პოდკასტში შევთანხმდით, 2 მოპედით დავიძრებით, წინ დაბრკოლებები რაღაცა და ერთი მოპედზე მე ვიქნები, მეორეზე ლადო იმით, რა ქვია, თმის შესაჭრელი მანქანით და იქიდან ეცდება რომ რაღაცები აქ იმაიმუნოს და ყური არ მეაყოლოს ხილაკებს ეს დავისკუჩო. წამი არ მეაყოლოს და გონია რომ რაღაც საინტერესო იქნება რა და გამოიწერე მაგრამ უკან მოგიждდეს. უკან არავის არ უჯდება, ამეც არავის არ უჯდები, არ მიყვარს. ხო, მაგრამ ნელა ატარე. ხო, არა, უკან ვერ ვზივარ. მე რო ვერ ვატარე. ვერ რა და თან ეგ უფრო ისაა რა. ყველა ბაიკერის შიში არის უკან ვიღაცას რომ მიუჯდეს, არა, მე კონტროლი არ არის. მიკიდი აქიდან წამოდი რაღაცა და ვერც მე და ბესმის ყველანაირად ასე რომ გამოიწერეთ არხი გეხვეწებით, ჩაკეცეთ, გამოიწერეთ, მე გაგრძელეთ ვიდეოს ყურება. ხო და ამ შენ აუპარსოთ ყურები მოვაგოთ. ყურები არა. ყურები არა. მადა წვერი. აჰა, წვერსაც მე კაი არ მინდა, არც ერთი აღარ მინდა. და ამ შენ ჩელენჯსაც შევეხოთ 1-2 სიტყვით, საიდან მოგივიდა თავში? საიდან დაგარტყა ამ იდეა? ჩელენჯის დაწყების მიზეზი იყო ის, რომ მოკლედ TikTok-ის ალგორითმი, TikTok-ის არ ბოდიში, Instagram-ი იყო მან ყველაზე მთავარი. Instagram-ის ალგორითმი ისე შეიცვალა, რომ აღარ გჭირდება ადამიანის გამოწერა, ვინც მოგწონს. ანუ მაინც შეგვხვდება ის პოსტები, მაინც შეგვხვდება ის ვიდეოები. ერთ-ერთი სტორი არ შეგვხვდება, ვიღაცას თუ კონკრეტულ სტორიების ნახვა არ უყვარს, არ შემოვა. და შესაბამისად აღარ გიწევს არავის გამოწერა. ხო. ეს ალგორითმი რომ ესე შეიქმნა, ძალიან დიდი ხანი ჩემი გამოწერები არ იძროდა წინ. როცა ნახვები ძალიან კარგი მქონდა, მით უმეტეს ევროტურის პერიოდი იყო მაგას დაემთხვა, მაგიდან მოყოლებული. ძალიან დიდი ნახვები მქონდა ვიდეოებზე, მაგრამ გამოწერები არ იმატებდა საერთოდ, ანუ გაქვავებული იყო, გაჭედილი იყო ერთ ადგილას და ძალიან ბევრი თვიანი ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ თურმე უბრალოდ мотиваცია აღარ აქვს ადამიანს რომ გამოგიწეროს. და ადამიანს რომ გამოგიწეროს რაღაც мотиваცია უნდა გქონდეს. ერთი რომ შეიძლება რაღაცა სასაცილო იყო, ძალიან მოწონდე, არ ვიცი, რაღაცას გათამაშებას აკეთებდე და მსგავსი мотиваციის მისაცემად დავჯექით რამოდენიმე ადამიანი და ფიქრის შემდეგ ჩემი შეყვარების იდეა იყო რომ ჩელენჯი გააკეთეო. მე წამოვიდა ეს ჩელენჯი როგორ გაგვეკეთებინა და საბოლოოდ მივედით იქამდე რომ კონკრეტულ გამომწერამდე სანამ არ ავიდოდი და თუ ავიდოდი უფრო სწორად რაღაც კონკრეტულ შესაძლო დროში გავაკეთებდი იმას რაც შეიძლება ძალიან არ მინდოდეს და ეს ადამიანისთვის мотиваცია ხდება რომ მოდი ცოტა გავაწვალებ ამას რა ანუ რო ნახოს ეგეთ ადამიანს რა უნდა ეგეთ ვიდეოს რა უნდა რა ეს დავაჭერ გამოვიწერ და ისეთი რაღაც ეყოლება რაც არ შეესაბამება ასე ვთქვა და ეს ვიდეო პირველი რო გავუშვი საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა და შედეგიც გამოიღო. ეგრევე დაიწყო ნახება ესა გამომწერება მატება. ნახები ისევ მაღალი იყო და მეტი ჩართულობაც იყო ამ ჩელენჯის დროს. რადგან ნუ ავიხარ რო შემოხედავ არ ფიქრებ რომ Hello Kitty-ს დიდად გავხარდება სამბავია რა. თუმცა ნებისმიერ რაღაცა ძალიან მიხარია სახალისო რა თქმა უნდა, მაგრამ რომ ეს მაყურებლის მხრიდან ჩანს ისე რომ ეცოტა წვალება ადამიანისთვის რა და რაც არ უნდა იმას აკეთებინებ და ნუ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ კარგი გემრიელი ჩემი მხრიდან ჩართულობით და ჩაჭერით შესრულდა ეს ჩელენჯი ავედი 67000 გამომწერზე რამოდენიმე დღის მანძილზე დაჟე კიდე იმატებდა ზევიდან 70-საც გავცდი და ასე ვთქვათ მომიწია ამ დიზაინის შეცვლა ამ Hello Kitty-ს საკმაოდ მალე გავაკეთეთ სხვათა შორის ამის გარდაქმნა სხვა დიზაინად სალამი კიტიად კარგი ჩართულობა ჰქონდათ ბიჭებს Delphi Motors-იდან ძალიან დამეხმარნენ და მალევე მივაწოდეთ ხალხს ის შედეგი რისთვისაც ამდენი ხანი ჩალიჩოდნენ გამომწერებს ელოდებოდნენ რომ მოიგროვებინათ და YouTube ვიდეოს მალევე მივაწოდე პირველად მომიწია ასე ვთქვათ გაკეთება ხალხის ასე ვთქვათ შეკრების და ეგ იყო ალბათ ყველაზე კაი შეკრება იყო საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა ყველაზე ემოციური რამ იყო რაც აქამდე გამომიცდია ეს ასე ვთქვათ გამომწერებთან მიმართებაში რომ ეს სალმი კიტია რო დასრულდა ხალხს რო უნდა რომ ენახათ მეთქი ლაივში შევახვედრებ მეთქი რომ დავაანონსე აქა და აქ ვიქნებით თქო სოთა შორის მადლობა პიცლობს პიცლო მოტოსაც და პიცლო აკადემიასაც რომ სივრცე დაგვითმეს და მოგწეს საშუალება რომ იქ შევხვედრილიყავი გამომწერებს
და რო შემოვედი და ამდენი ხალხი დავიდახე, არ ვიცი რამდენი იყო საშუალო და ალბათ მგონია რომ აი 100-თან რაღაცა მიახლოებული იყო რა. არ ვიცი, მაგრამ იყო. აი ხა, რო იყო Instagram-ის გამომწერი, 100 გამომწერი ყავს, ხო? აი დიდად ეს არაფერს არ გეშვება, მაგრამ 100 ადამიანს ლაივში ვნახულო, ფუერტაჩი რა ამბავი არის. ანუ 70000 გამომწერი მყავს. გოგონა და მოვიდნენ რა. 100 კაცი მოვიდა და აი ეგ ემოცია იყო ჩემთვის ამდენ ხალხი მეთქვის მოვიდა აქ ანუ ამ გასახი და გამოვიდა და მე ვიყურებს ახლა აქ დგას მელოდია თან ცოტა დავაგვიანე რა ანუ უფრო ის რო ყოფილიყო რა ქვია რაღაცნაირი ხო ლოდინის რეჟიმში გადაიყვანე ხო და თან ხო მაგას ვიღებდით და ვცდილობთ რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო და სამი ბიჭებიც მოემზადნენ შეიგეთ გადასაღებად ველოდებოდით ნუ ხალხი მაგამდე ბოლომდე შეკრებილები იყვნენ და არ იცი მან შემოსვლა და ამდენი ხალხის დანახვა ძალიან ემოციური და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის მაგ დღეს მივხვდით გავაანალიზე რა მაგარი გამომწერები მყავს და როგორი საპორტი შეუძლიათ თურმე როდესაც რაღაცა კარგ საკეთებ და მოწოხარ რა როგორ ჩანს რა. და ამ ყველაფერმა მე შენი მოტოც რა თქმა უნდა უფრო მეტად შეგაყვარა ალბათ ამ ვიზუალზე, ამ ემოციებმა. ძალიან ვიზუალი, ძალიან უხდება მართლა. ხო და შენ ახლა შეიძლება ეგ ვიზუალი ადრე თუ ვიან შეცვალო რა. ხო და რო შეცვლი რაღაც სამახსოვრო ხო უნდა გქონდეს. ხო და ესეთი გვერდი არის TikTok-ზე, car poster hub ქვია და დაგიმზადეს პოსტერები რომ მოგვაწოდოთ შეიძლება კი შეიძლება ანუ TikTok-ზე მოძებნოთ ეს გვერდი და რა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად თქვენი ტექნიკის აი ორი ცალი არის თან ერთი შენი სალამი კიტი არის და მეორე შენი ახალი ავტომობილი რა მაგალია ნახოთ სვანახოთ ეს არის Hello Kitty-ს გიზის. აუ რა, ხო, ნომერი შენი მანქანის. კი ბატონო, ეს ჩემს შეყობის აღწერა. რა მაგარია, ძაო, ხო და მოკლედ ეს პიროვნება, ვინც ამ ყველაფერს ამზადებს, შეუძლია რომ დაგიმზადოთ ინდივიდუალურად თქვენი ავტომობილის ან თქვენი მოტოციკლის, ასევე თქვენი ოცნების ტექნიკის ესეთი ლამაზი პოსტერები, ასე რომ შეგიძლიათ შეეხმიანოთ TikTok-ზე ამოვანათებთ აქ რა თქმა უნდა. ხო და აცი გემახსოვრება სულ რა ეს სამახსოვროთ. აუ ძალიან დიდი მადლობა. ეს საჩქრები ძალიან მოწონს. საჩქრები მე ძალიან მიყვარს ხოლმე რა და მეთქი რომ მითხრეს რომ რაღაც მე დავაი მაგარია და აი ყველაფერი მონაცემები რაღაცა რამდენი ცხენის ძალა აქვს და აი მაგას უყურე მე ისტორია ახლა 0-დან 100-მდე მგონი უფრო ჩქარაც ადის აი მე შენ წლოვანებები რო გკითხე მაშინ აი ესე ჩუმად გააკეთა მე ძალიან მაგარია გამოწოს ძალიან დიდი მადლობა. ავტომობილთან თუ არაპირებ რაღაც ავტომობილს ნახე დიდ ჯერეთ არ ვაპირებ, მაგრამ ეს ავტომობილი მინდა იყოს, რომ საკმაოდ სანდო იყოს რთულ ტრასებზე, ანუ მაგის გამო სიმაღლეს ვადიდებ, პრუჟინების ცვლი და მოემატება ჯამში 5 სანტიმეტრი მაგით და მე ბორბლებსაც შევცვლი და ბორბლებითაც კიდე ცოტა საღამოყრე, როდესაც მაგის საშუალებას მომწევს ის ჭრილი ბორბლის. და ნუ პიკაპია რა უკვე გავტესტე და უკან მოტოს აყვანა შემიძლია, სალამ კიდეც ეტევა, სხვა მოტოებიც ეტევა, ორი პატარა მოტოს დაეტევა და ის პიკაპი ყოფილა თურმე ადამიანი რა, აუ რა მაგარი ყოფილა ეს პიკაპი რა. ანუ ორი მოტოც შეგიძლია წაიყო ნებისმიერ ადგილას. საკმაოდ ძლიერი კომფორტია, როცა ბაიკი. ანუ ტურბო არის რა, ეს ეკობუსტი ტურბო არის და მაგარი სანდოც არის. ხო არ გავიცოდი. თან ახალი არის, ვიდეოში ანუ 23 წლის არის. მაგარ ხოძეა და кайხან იყოს ეგეთ ხოძე. საომავლო გეგმები ზოგადად რა გაქრას აპირებ? საომავლო გეგმები არის რომ მოვიარო საქართველო. ოპა. ევროპა მოვირი მაგ და რო დაფიქსდი მე რა არ მაქვს მოვირი თქო, მე ძალიან ხომის ადგილი არ მაქვს მოვირი. ანუ თელი ბავშვობის მანძილზე მესმის ის თუ რა მაგარია საქართველო, რა ლამაზია საქართველო, როგორი მრავალფეროვანია საქართველო. მაგრამ ამ საქართველოში ნამყოფი არ ვარ ფაქტიურად. კი ვარ ნამყოფი ხა მაგალითად ექსკურსიებზე ვიყავი ნამყოფი ბავშვობაში, მაგრამ არაფერი არ მახსოვს, იმიტომ რომ ექსკურსიაზე მარტო სათამაშოდ მიდიხარ და საჭმელად პიკნიკის. ნამყოფი ვარ არ ვიცი, ქობულეთში, ბათუმში, ქუთაისში, ჩემსოფელში ქუთაისთან ახლოს, კურსებში და აი ესეთ პატარ-პატარა კიდე შორს ყოფილიყარ გასული რა გინდა იქ ბოლოში ხარ გასული. და ეგრე პოდკასტში ჩასული კაცო ძალიან მომწონებია, მაგრამ აი ეს ისტორიები რაც მე სვოდა რომ ძალიან ლამაზია და ხალხი შვეიცარიას სადარებ და მით უმეტეს მაშინ როცა ევროპაში წავიდა და შვეიცარიის ვიდეოები დავდე, ძალიან ბევრი კომენტარი იყო რომ აუ საქართველო ბევრად ჯობია. არ ვიცი, რო არ მოგატყუო, არ მაქვს ანახი. მინდა რომ ნახო
და ჩემი პირი თქვა რომ მართლა ჯობია თუ არ ჯობია ამ სილამაზით და გარემოთი რა როგორც იძახიან. ერთადერთი რაც ვიცი არის ის რომ ეხლა დაგეგმარების პროცესში რომ მინდა რომ საქართველოს მოვიარო, ბევრად გას ვერ მივდივარ. ხო. იმიტომ რომ არ არის შესაბამისად გაკეთებული იქაურობა, ანუ გზა არ არის მიყვანილი, თუ გზა არის მიყვანილი, ისეთი გზა არის რომ მართლა off-road-ის მანქანებით უნდა წახვიდე, ან მინიმუმ adventure უნდა გყავდეს და ვერ მივდივარ. ანუ ერთი რაც ვიცი უეჭველი არის ეგ რომ ძალიან ცუდად არის მოწყობილი ეგ სისტემა, რომ ვერ მიდიხარ იქ სადაც შეიძლება ძალიან გინდოდეს და ძალიან ლამაზი იყოს. რაც ეს მონაყოლებიდან ვიცი რომ მაგალითად თუ შერთი არის ულამაზესი, რომ ვერ მივდივარ რა. გზა ისეთია რომ ამ ბაიკით მაგალითად ვერ წავალ. ბაიკით კი არა, მე მგონი ხო, ზოგი მანქანებითაც ვერ დადის. აგერ ლადოს მაგალითზე სამი ბორბალი გაუსხდა ერთ-ერთ წასვლაზე როგორც ვიცი მანქანაზე. ეგ ვიცი რომ ეგ ნაწილი გვაქვს ძალიან ცუდად მოწყობილი ასე თქვა, მაგრამ აი დანარჩენს რომ მოვილი მაინტერესებს მართალია თუ არა ეს ყველაფერი. ხო, ალბათ ბევრ მსგავს პრობლემას გადააწყდები. მე რაც ნანახი მაქვს. რა თქმა უნდა, ეხლა არ ვიცი რამდენად დელუზიური უნდა იყო რომ შვეიცარია და საქართველოს განვითარების დონეზე მაგალითად შეადარო ჩვენ უფრო წინ ვართ. ბევრად მოწყობილი არის რა თქმა უნდა შვეიცარია ისეთ სისუფთავეა ყველგან რომ მართლა ერთ რაღაცა გადაგდებულ ნაგავს ვერ ნახავ ყველგანს გზებია მიყვანილი ერთი რომ გზებია მიყვანილი და მე კიდე გარშემო ბუნება ძალიან მოვლილი არის თითქოს დაბელული ბუნება შეიძლება იყო მაგრამ იქაც ისეთ სისუფთავეა დაცული რომ ადამიანი ხალხი მიდის და იქაურობს უვლიან სპეციალურად ანუ მაგის სამსახური როგორც ჩანს არსებობს და ჩვენთან ვიცი რომ ეგეთი ადგილები ბევრგან არის რომელსაც საერთოდ ხდება არის ზონეც არის რა რომ იმათმა სულ ალბათ არ მივიდნენ და არ დაალაგონ ვიღაც არ მივიდა არ დაყრის და არ დააგდებს და არ დატოვებს რაღაც ნაგავს ეგეც არის მაგის ხო მოგვარების ხერხი ბევრნაირია ახლა არ ვიცი ჩვენთან იგენაირად გამართლებს თუ არა მაგრამ ნუ ფაქტია რომ კარგი სისტემა აქვს იქ მაგ ყველაფრის რა და აი ამ ყველაფრის ნახვა მინდა ჩემი თვალით მინდა ვნახო მოვიარო საქართველოს და მთელი ცხოვრების მანძილზე რომ რა ისტორიებიც მესმის როგორია საქართველოს მინდა რომ ჩემი თვალით ვნახო ჩემი თვალით მოვისმინო ერთ-ერთი კიდე მთავარი მიზეზი ამის ის რომ არის ის რომ ნებისმიერ კუთხეში სადაც წავალ ხო მთავარი იდეა არის ის რომ ყველა კუთხე მოვიარო რა თქმა უნდა აფხაზეთში ვერ მივდივარ სამწუხაროდ მაგრამ ნუ ვცდილობ რომ სადაც წავალ ყველგან ის ისტორია მოვისმინო რაც იმ კუთხეს ეხება ანუ ისტორიაც ჩემი ყურითვე მოვისმინო იქაურებისგან და დამატებით მეც მექნება мотиваცია რომ მე მეტი ინფორმაცია მოვიძიო რომ YouTube ვიდეოებს რასაც ავაწყობ კონკრეტულ კუთხეზე მე თვითონ voice over-ის საშუალებით ხალხს მოვასვენინო თუ სად ვარ რატო ვარ და რა ხდება იქ სადაც მივდივარ ან რა ხდება იმ ადგილას სადაც ყოველდღიურად ხალხი ცხოვრობს და შეიძლება არ იცოდნენ თავის გარემოზე ისტორია რაც ნუ გონია რომ საქართველოს გაიცნობ და გააცნობ ხალხს ხო მთელი იდეა ეგ არის რომ ჯერ მე გავიცნო და მე რო გავიცნო მე სხვასაც გავაცნო და ეს მინდა რომ ძალიან კარგად გადმოვცე და საინტერესოდ და არ იყოს მარტო ის რაღაცა გმირული ისტორიები რაც სულ მესმის და დარწმუნებული ვარ ცხოვრების მანძილზე ბევრი ადამიანი ვისაც თქვია რომ მაგალითად ელემენტარული მაგალითად შვეიცარიას ჯობია საქართველოს დარწმუნებული საქართველოს მაგ ხალხს დანახი არ აქვს ძალიან ბევრს ანუ მაგათაც ეგრე აქვს მოსმენილი და უბრალოდ ჯერათ რა ხო ნუ ეგ მithmet ეგ ნაწილი არ ვიცი ჩემი ბაიკი ერთი არის რომ სიტყვაზე წახვიდე და ტურისტულად იყო და ავტობუსებით იარო მეტროთ იარო არ ვიცი მანქანებით იარო მეორე შენი ტრანსპორტით რომ მიდიხარ სადაც გაგიხარდება ერთი დღის მანძილზე სამჯერ სხვა ადგილას გავაჩერე სხვა ტბაზე სამი ტბაში ჩავყავით ფეხი ამოვედით გადავედით სხვაგან ანუ სული კულტურული შოკი მივიღე რომ ნებისმიერ ტბას ასაცხე და ყველგან შეგიძლია ჩახვიდე ისეთ მოწყობილია და გარემო ისეთ სუფთა და თან ამიდებით სასწაულად კარგი დაგვემთხვა და ტბაში ჩადიხარ გვერდზევით აიხედები რაღაც გიგანტური მთა აქვს საკეთ გაიხედები მდელო არის რაღაც და შეიძლება შვეიცარიული ძროხები და უკვე ყველი ვარდებოდეს იქიდან რა ანუ არ ვიცი სასწაული იყო ჩემი თვალით მაგის ნახვა ვაითან მაგის შედარება უკვე შეიძლება რა შენ რომ იქ ევროპაში იმდენ ქვეყანაში იყავე ნახე ხო ანუ გზის საფარი გინდა თუ რავი კულტურა გინდა თუ ყველაფერი რა ეხლა ხო საინტერესო იქნება აქ ჩვენთან რა ხდება იმიტომ რომ მეც ძალიან ბევრი რაღაც მაგ გაგონი რომ აი სიტყვაზე გურულები ესეთები არიან იქ ესეთები არიან იქ ესეთები არიან ბევრი მითიც არის ნუ ბევრი რა თქმა უნდა რეალობაც არის მაგრამ სინამდვილეში არ ვიცით მართლა ვინ როგორია რა იმიტომ რომ კი ეხლა შეიძლება აქ თბილისში გაიცნო ვიღაც გურული მაგრამ ნუ ისე მაინც ვერ გაიგებ რა იქაურობის გემოს იქ უნდა ჩახვიდე იქაურთან უნდა ჩახვიდე იქ გაატარო დრო და თან როგორც ვიცი რაღაც მსგავს აქტივობებსაც გეგმავ შენ იქ რომ უფრო კომუნიკაციაში შეხვიდე იქაურობასთან რა კი ყველა ვიდეოში იქნება
ხუთი ძირითადი აქტივობა, რა თქმა უნდა, ამის გარდა შეიძლება რაღაცები იქ სპონტანურად მოხდეს და დაემთხვეს, მაგრამ ერთ-ერთი არის ის, რომ პირველი ვესტუბრო ან ჩემ გამოწეს ან ნაცნობს ან გავს იქაურ ადამიანს. მეორე არის ის, რომ მხოლოდ იქაური ავთენტური საკვები დავაგეუნო და მაგის კეთებაში მეც მიიღო მონაწილეობა. არის ასევე იქაური აქტივობა გავაკეთო, რაც იმ კუთხეს ახასიათებს. არის რომ მოყვე იქაურ სიტუაციაზე ისტორია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ეგრე მგონია და ნახო ის ადგილები, რომელიც ასე ვთქვათ ძალიან ცნობილი შეიძლება არ იყოს, მაგრამ იყოს ძალიან ლამაზი. მაგალითად, ყველას აქვს ნანახი შეიძლება შევადარო. მაგალითად, გურგენია ჩანჩქერი ყველას აქვს ნახი კახეთში. მე მინდა კახეთში წავიდე და გურგენია ჩანჩქერი კი არ ვნახო მაგალითად რაღაცა განსხვავებული ლამაზი ადგილი, რომელიც შეიძლება ნაკლებად ცნობილია. შეიძლება მარტო ფოტოებიდან იცის ხალხმა და ცოტა ხალხი მოძრაობს ეგეთ ადგილას. აი, ეგ არის მთელი მიზანი, რომ შეიძლება ნაკლებად ცნობილი ადგილები გავაცნო ხალხს და კულტურას მე თვითონ გავეცნო. შეიძლება ეს აქტივობები მაგალითად იყოს, შეიძლება არ ვიცი, ზოგ კუთხეში ვიცი რომ ტრადიციული მაგალითად ჭიდაობა არსებობს. არის მაგალითად ლელობურთი, მაგრამ ეხლა არ იქნება, იმიტომ რომ ავწდი ყველაფერს და აი იმ კუთხის მახასიათებელი აქტივობები მინდა ვაკეთო, რომელიც მხოლოდ იქ ხდება რა. ბევრგან ვიცი მაგალითად არის რაღაცა მძიმე ზარის აწევა, ან ქვის გადადება ხოლმე და აი ეგეთი რაღაცების გამოსდა ძალიან მინდა და იქაური ისტორიების მოსმენა თუ რატო საერთოდ შეიქმნა ეგეთი რაღაც და რატო აკეთებენ მაგას. ძალიან საინტერესო იქნება რა. მაგ კუთხისთაც რაც შეიძლება რომ საქართველოს გაცნობა და მე კიდე უყურებ საინტერესო ჩანს ჩემი გადმოსახედიდან, როგორც შენი პიროვნება რაღაც ახალი კუთხით შეიძლება დავინახოთ რა. შეიძლება, ხო, ბევრ აქტივობაში მიიღებ მონაწილეობას, ბევრნაირ კულტურას გაეცნობი და აი ეს რაღაც როგორ შეეხამება ერთმანეთს ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრითაც რა. მეც მაინტერესებს და იმედი რომ კარგად გამომიგა მაგის გადაღება, აწყობა და ხალხამდე მიწვამ ყველაფერსთან. მარტო ვაკეთებ გზაში ვინმე თუ გამოჩნდება, მაგათთან ერთად გავაგრძელებ ყველაფრის კეთებას. ვიღაცები გამოჩნდნენ. არ დავასახელებ. არ ვიცი, ამ მაგიდაზე ზის ერთ-ერთი. სადღაც მე მგონი ხო მთაში მივდივარ. ხო, მამუკასთანაც დაგეგმილია, ცხეთამთიანეთის ნაწილი არის მამუკასთან ერთად დაგეგმილი. ყაზბეგს კი ბატონო. დავეცეთ. კი ბატონო. აქედან ვაფრთხილებ ჩემს ერა მოვდივარ. ისეთი აქტივობები ჩავიყვანა, რომ ცოტა ცუდაა. ყველაფერად რისი ჩემი შინდა იყო ხვარში ავიდეთო. და იქ მაგარიაო, მაგარი ისა რა ქვია, კეთილი ძაღლიაო თუ რაღაცა ეგეთიო და ერთი ძაღლი მეშინია, მე ბრავლობიჩი თქვა და მე მაგარად იყავს. გელზე მეტად ძაღლის მეშინია მთაში, არ ვიცი. ხო არა, ძალიან ბევრი აქტივობის მოფიქრება შეიძლება და ისა რა ძალიან საინტერესო იქნება რა, რანაირად აი როგორ გადავიღებთ ამ ყველაფერს ეგ არ ვიცი, სიმართლე რო გითხრა რა. სავარაუდოდ ერთი კამერის დამატება მომიწევს action კამერის. თუ ორ ადამიანთან ერთად წავალ, რომ ორივეს კონდეს ნუ მე მაგ ეს ყველაფერი. თუ არა და action pros აქ ვიცნობთ ხო იცი და ეგრევე დავადგეთ და წავართვათ რაღაცეებს. სულ კამერას გამოსცემ და სპეციალურად მაგისთვის დრონი ვიყიდე, რომ ლამაზი ადგილები გადავიღო სხვა რაკურსით, რომელიც ძალიან კარგი ის. ხო, მოტოთი მოდიხარ, შენ მიდიხარ ყველგან საერთოდ. აი ამით. აქ რო არის პოსტერზე. მაგ მოტოთი არ გაგიჭირდება, ან ტექნიკის დარება რაღაც ყველაფერი რა. ნახე როგორ ვაპირებ ამ მოგზაურობას, ყველა კუთხეში წავალ, გავაკეთებ იმ აქტივობებს, გასაკეთებელი იქნება, დავრჩები ის დღე რაოდენობა რაც საჭირო იქნება, მე ჩამოვალ და გადავლაგდები ასე ვთქვათ. მაგალითად, კახეთში ვაპირებ, რომ საერთოდ ერთ დღეში მოვილიო ასე ვთქვათ ბუნების ნაწილი, მოვიარო მთლიანად და მეორე დღეს უკვე კულტურის ნაწილი და ისტორიის ნაწილი გავიარო. კახეთში პატარა სპოილერს გეტყვით, შეიძლება აქტივობა კახური მაგალითად ფოლკლორი გავაკეთო, სიმღერა ვიცი, საკმაოდ კარგად, მთავარია. პრაქტიკა არ მაქვს თლობით და შეიძლება ცოტა ჟანგიანი ვარ, მაგრამ ვიღაცა თუ მასწავლის, როგორც ითხრა თეორიული ნაწილი კარგად ვიცი, ვიღაცა თუ მასწავლის, ეგეც შეიძლება გამომივიდეს და ნუ ვცდილობ რომ ეგ ამბავი კახეთში მაგალითად ერთ დღეში მოვაკვირო. ანუ ჯამში სულ 2 დღე იქნება და შესაძლოა ერთი დიდი ჩანთაც მეყოფა მაგისთვის, ანუ დროინი ჩაეტევა, ტექნიკა ჩაეტევა, ტანსაცმელი საწვიმარი რაღაცეები და ნუ მე დავბრუნდები თბილისში და გადავლაგდები შემდეგი კუთხისთვის. თუ არ და დიდუბეში გავიაროთ, გავატაროთ მარკა. უი, ეგ და მე ჩვენ აი ეგ კარგია. უი. ხო, ეხლა დამავიწყოთ, ჩემი შეყოლები შეიძლება საპორტ კარით წამოვიდეს სხვა ადგილებში და შეიძლება მაგით დამეხმაროს.
სადაც მე ისეთი გზა იქნება, აიყვან მოტოციკლებს, გაკ უკვე მაგის ფუფუნება. ხო, კი ბატონო. გადახვალ, გადმოხვალ. აი, კარგი იდები გაქვს, კიდე გამო. აი ცოტა ხანი ვილაპარაკოთ კიდე და რაღაცეები მოდის თავში რა. სხვათა შორის სიმღერით მეძუღერი ვარ ხოლმე ერთი 10 ჭიქის მერე რა. მე 10 ჭიქის მერე ხუიცაუღები არ არის, იქ ვაში თუ გადავში ეგრა საუბარი. ისე რომ რა სადა ჩვენში ხუთს გავკაჩავ. კაი ეგრე ვქრო. და შენ ცოტა მე წწები რომ ხუთზე ადრე დაიწყე სიმღერა. ხო შემოუშვა რა. მაინც მე რო სიმღერას დავიწყებ ცოტა მოშორებით დაჭექი. რომ ისევ შენს ვინას გავუფრთხილდე. კარგი. მაგრამ ვეცდები რომ რაღაც იქ ისეთ სასმელს დავლებო რა. ხო, რაღაც შემოთავაზება ქონდა მამუკას, რომელიც ძალიან ბევრი რაოდენობით ალკოჰოლს მოიცავდა და მეთქი. დიდი მადლობა, არ მინდა მოდი სხვა ვირჩიო. ხო არა, სამაგიეროდ ჩაიყვანთ აი გაზიერ ძალიან ბევრი მარიცი სხვათა შორის მოხეული სამზარეულო. ხო, აი რას ისეთი უცნაური სახელები ჩამომითვალე რაღაც კერძების, რომელიც ვაფშე არ ქონდა გაგონილი. აუ ძალიან მაგარი. ხლოვანა მეგონა და ხლოვანი. აი ეგ უნდა მე. ხლოვანა კიდე სხვა არის რაღაც. ხლოვანა გავიგონე და არა ეგ არა. ხლოვანი ეგ ჭინჭრით და ყველით კეთდება და ის კეთდება ჭარხლის პატივ. აუ ხაჭაპურზე გიждები და მაგის ვარიაციები იქნება. ხო და იმ მსგავსი რაღაცები ძალიან ბევრი არის ხოლმე და მე მგონია რომ ძალიან მოგეწონება. აუ აუცილებლად. მე თუ გინდა რავი გადარჩენისას და სხვა არს ეგრევე ჩამოვიყვან და თვარი დაუკლაც. ან ძაღლი შეჭავს და მამუკას სადღაც გადამჭიქავს და ასე მინდა რომ რაღაცა არა მოგეუბნები ჩვენთან არიან ძალიან სტუმართ მოყვარე ძაღლები. ადამიანები ძალიან მოყვართ. აჰა. თან დარწმუნებული ვარ რომ იქაც აღწეული აქვს შენს ვიდეოებს და იმ ძაღლებსაც ძალიან ეს ის არის თორისთან ერთად რო არის. ჩავხდი ხამონები და დავაწყებინებ ეხლა საერთოდ მივიწერები იქაც და ძალიან საინტერესო იქნება რა ესე მგონია. ხო, თან რამდენად მრავალფეროვანი არის სხვადასხვა კუთხე, ანუ მაგალითად უდაბნო კახეთში შენთან წავალთ და არ ვიცი რა შეიძლება მოთხოვოს. შეიძლება ყინვაში ვიყოთ, ხო, კი ბატონო. დასავლეთში ბევრი კანიონი გვაქვს, რომელზეც უკვე მომწერეს და მაგასაც გეგმავთ, როდის იქნება ეგ ამბავი და არ ვიცი, როგორც ხვდები, ამ წელს ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს და კლიმატს მოვივლი. იმიტომ რომ მართლა ძალიან მრავალფეროვანი არის, მინიმუმ დაგეგმარების პროცესში ვატყობ მაგას. ჩვენი საქართველოს. თან არის შე რომ მითხარი რომ აქტივობები უნდა გავაკეთოთო რა, იქაური რაღაცები. მე დავფიქრე აი ზაფხულობთ რომ ჩავდივართ რას ვაკეთებს და მივხვდი რომ კაი ხანია სოფელში არ ყოფილა რა, გასათიბია ის არის და მეთქი. აუ მე ავთენტურ აქტივობას გათიბო ყველგან ასაჭირო. წამომეთქი რაღაც გავთიბოთ, რაღაცა იქ წავიდეთ, რა ხილი ჩამოვიტანოთ და ცხენი მყავს დასაჭერი ცხენი დავიჭიროთ. აი მაინტერესებს. აი შეიძლება ცხენის დაჭერის ვიდეო დავდო. ხო თან ანუ ეგ ჩემი ცხენი ერთი 5 წლისაა რა, ადამიანი ყავს ორჯერ ნანახი ჯამში. დანარჩენი სუმთაშია რა, აი მუსტანგი თუ გაქვს ნანახი ბავშვობაში სპირიტი რო იყო. აი ეგ არის რა, 8 კაცმა რო ძლივს მოვიყვანეთ სახში და ძალიან საინტერესო იქნება. და კიდე რომ მე მოვიყვანო. მიხედე რა. როგორ დაიპოვო? ეგ მარტივი არის, ანუ რამდენიმე ადგილია, სადაც ცხენის ჯოგები დადიან ხოლმე რა. და სხვა არ ეხება? არა. ან როგორ არის, მან იერარქიები არის ძალიან დიდი. ცხენებში და ძალიან საინტერესოა რა. მაგალითად ერთი მამრი ცხენი არის ჯოგში და დანარჩენი არიან სულ მდედრები. და იქ სხვა მამრი ვერ შედის რა. და ზოგი მამრი მარტოდ მოძრაობს თუ ის მამრები დაჩაგრული მამრები ცალკე მოძრაობენ ხო? სანამ თავის ჯგუფთან გააძრობენ? არა, ისინი ცალკე ჯგუფია, всё. ის იმ მდედრებთან ვერ მივა რა. თუ მისვლა მოუწევს, უნდა იჭყუბოს მთავარ მამრთან და ჯგუფში გამარჯვებული რჩება მდედრებთან. და რაღაცა ის სასწაული რაღაცაა ცხენი ზოგადად ძალიან მიყვარს რა და ახლა მაგაზე ვარ ხოლმე რომ ჩავალ მეთქი აბა გავხედო მე ხო დავუწევ დედლებთან დგას თუ მამლებთან დგას გავხედო ზოგადად ცხენი მე ძალიან მომწონს და ალბათ ვერას ვერ ვიყოლებ იმიტომ რომ ძალიან ხვდები რომ ძალიან რთული მოსავლელია მაგრამ ესე ცხენი ძალიან მომწონს და გეუბნები არა რთული მოსავლე გაუშვთაში რა შო იმ თავისთვის იქნება წყნარა მშვიდად თავის ვერ მევინერვებ მიხედავ მე არ ვიქნები წყნარა ხო ჩემი წყნარა ცოტა უნდა იმას აკნა პროსტა რა მოარჯულო თავიდან და მე უკვე შო იცის რომ კაი ადამიანი ხარ ძნობს სხვა შორის მაგას ძალიან მაგრამ მართლა ძალიან ძაღლებებით არიან უფრო მეტად აქვთ ეგ გრძნობის ისინი განვითარებული როგორც იცი ხო რა. იმიტომ რომ даже ცხენზე რო ჯდები, ეგრევე გატყობს შენ იმის გეშინია თუ არ გეშინია რა და თუ შეგატყო რომ გეშინია, უფრო მეტად გაშინებს რა.
რო აქ მე ვარ და რაღაცა კი და ბევრჯერ მოგვსვლია ბალები მაგის გამო იქ რო ახალ ცხენზე როჯდები ახლა თიდან ჩამოყალიბე გაგიჟებულია და როჯდები და ეხა უნდა დავამტკიცო აბას რო შენ უფრო ძლიერი ხარ ვიდრე ის და ერთი-ორჯერ დამანარცხა ზურგზე მაგრამ მე დაცვით ვიქნები ისე ჩემი ბაიკერული ჩათვლობის ვიქნები და დამანარცხა რომ არ გამაფრთხილოს არ ხويთან ეგაა რა შენ რკინის ცხენით ჩამოხვალ თუ გადაგსვათ მე რა ნამდვილად ხო სხვა ჩემის მოტოების სიყვარულიც იქიდან დაიწყო ცხენებიდან ცხენის სიყვარულიდან გადმოვედი მე რა ეხა ქალაქში ხა ცხენით ხვარიული რა ქალაქის ცხენი ეს არა მაგარი გავს ხო და ეგაა რა რა ცხენებითა ხო რკინის ცხენია რა ხო არა მაინტერესებს ძალიან საერთოდ ცხენზე ჯდომა ესე დიდი ხნის მანძილზე არ შენ კი არა მეც ძალიან ველოდები ეხა შენ ვიდეოებს იმიტომ რომ მეც მაგრად მაინტერესებს მეც ყოველთვის მინდოდა რომ შეღომიარა საქართველოს მენახა სხვადასხვა კულტურა და უფრო ალბათ აი ეგ ხალხთან ურთიერთობა რა იმიტომ რომ ზოგადად მეც ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ამდენნაირი ადამიანის ნახვაც რო შეგიძლია როგორც ბუნება გვაქვს განსხვავებული ისე ხალხი ყავს რავი ყველა კუთხეში ალბათ რო ჩახვალ ყველგან სხვადასხვანაირ ადამიანს შეხვდები და ძალიან დიდი სიამოვნებით ჩაუჯდები მეც შენს ვიდეოებს ვესტები რო კარგი გავაკეთო მართლა გამოგივა ჯერა მაგის ღრმად ხო და ნენელა ბოლოსკენაც მივდივართ ეხლა ჩვენ რა და რა მაინტერესებს ციანუ ძალიან ბევრმა ადამიანმა დღესდღეობით დაიწყო კონტენტ კრეატორობა მით უმეტეს მოტოს ნაწილშიც ძალიან ბევრს ხედავთ რომ რაღაც იღებს ცდილობს YouTube გინდა TikTok გინდა Instagram-ი და აი ამ ადამიანებისთვის რამე რჩევა თუ გექნება რა როგორც მოტო გამოცდილებით ისე რაღაც კონტენტ კრეატორის გამოცდილებით ზოგადი კონტენტ კრეატორის გამოცდილებით პირველი რჩევა არის რომ ავთენტური იყო და უბრალოდ აკეთო ეს ვიდეოები. როგორი იქნება, იდეალური იქნება, არ იქნება იდეალური, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თავარია ჯერ აკეთო. რაღაც მომენტში მიხვდები თუ რა არის შენი ნიშა, როგორც მე მივხვდი რაღაცეებზე და მე იმას უფრო მეტად ჩავხმოვდები, გააგრძელებ იმის კეთებას, რაც მოგწონს და იქაც უფრო ბუნებრივი იქნები და შესაბამისად სადაც ბუნებრივი ხარ და რაც ორიგინალურია და შენი ხელწერა რაღაცას, უფრო უკეთესად გამოგდის კიდევაც და შესაბამისად მე ხალხსაც უფრო მარტივად აწონებ ასე ვთქვათ თავს. რაც შეეხება ბაიკერულ კონტენტს, ძალიან მრავალფეროვანია, როგორც ხვდებით. იქ სადაც ჩემი კონტენტი რეალურად ბაიკზე არ არის აწყობილი, მაგრამ ბაიკზე ვზივარ და იქ ვაკეთებ იმასაც, რაც ვარ და ვინც ვარ. საბოლოოდ გამოდის რომ ბაიკის კონტენტს ვაკეთებ. ასე რომ ძალიან მარტივია, ნებისმიერ რაღაც მოარგო. ანუ შეგიძლია იყოს მაგალითად ტრეკზე სიარულის კონტენტი, შეიძლება იყოს ვიღაცა სტანტერობა ცადოს, ვიღაცა ცოტა ხულიგრუ ვიდეოს უდები. რომელიც აი მე ძალიან არ მიყვარს რა, იმიტომ რომ ცოტა ცუდი მაგალითიც არის სხვებისთვის და ხშირად არის ხოლმე ძალიან ნეგატიურსაც დებენ ხოლმე რა და ზოგადად ბაიკზე არ ვიძახი არ ნებისმიერი ნეგატიური კონტენტი არ მიყვარს. მასიურად ნეგატიური კონტენტი სადაც იდება ის გვერდები ყველანი გათიშული მაქვს რომ არ შემხვდეს, იმიტომ რომ რისთვის მიიღო ის ინფორმაცია, როდესაც არანაირ სარგებლობს მე არ მაძლევს. და იგივე შეიძლება ბაიკზე გადავიტანოთ რა სახალისო გასართობი ან საინტერესო კიდევაც ვიღაცა მაგალითად ლატო მაგალითად ტექნიკურ მხარეს დებს ხოლმე YouTube-ზე სრულ მეტრაჟიან სასწრაფო და ძალიან საინტერესო არის ხო ვისაც აინტერესებს ეგეთ დეტალებში ჩაძიება მაგალითად ანუ ძალიან მრავალფეროვანი არის რა თავარია ავთენტური იყო ორიგინალური იყო ტრენდებსაც შეგიძლია აყვე რატომაც არა ძალიან საინტერესო არის ხოლმე ზოგი ტრენდის გაკეთება და საბოლოო ჯამში უბრალოდ უნდა აკეთო. რაღაცას მე მიაგნებ და რომელიც ისეთ რაღაცას მიაგნებ, რომელიც შედეგს გამოიღებს რა. და მე მიაწვევი მაგას და უკეთესად დახვეწავ. შვენიერი. მეც გავითვალისწინებ. მეც გავითვალისწინებ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენს პოდკასტში სტუმრობისთვის და ესეთი რაღაც ხალისიანი 1 საათი მე მგონი შევთავაზეთ მაყურებლებს და გეტყოდით რომ გამოიწეროთ როგორც დავითის არხი, ისე ჩვენი არხი და უცილებლად დავტოვებ დავითის არხსაც, რა თქმა უნდა. და რა ვიცი, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში და მე უკვე ყაზბეგიდან ერთადაც ვნახავთ იქ რეებს გავაკეთებ და რაც მოვიფიქრებთ. ე ბატონო. მომავალ ხუთშაბათამდე.